ინტერიერის დიზაინერი როგორც ფსიქოლოგი ასეთ დონეზე ერთვება ადამიანებთან კომუნიკაციაში, როცა მას გირაობენ. როგორც ჩვენ ფსიქოლოგს ვუზიარებთ ჩვენს შინაგან სამყაროს თუ პრობლემებს თუ წუხილს თუ ბედნიერებას, რა გვაგრძნობინებს რა არა, ზუსტად იგივე შემიძლია აღვიქვა საკუთარი პროფესია, იმიტომ რომ თან ძალიან კონფიდენციალურია ეს მომენტი, იმიტომ რომ მე შეიძლება გამიზიაროს ადამიანმა, რომ აი რაღაც კონკრეტული პრობლემა აწუხებს და აი ამ პრობლემისთვის ჭირდება, რომ აი ეს კონკრეტული რაღაც სივრცე ასეთი უნდა იყოს. ან რაღაც პრობლემა აქვს და როგორ მოვაგვაროთ ეს და ან რა პროფესიის არის თვითონ, რომ მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად პირობითად ექიმი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში და ხან 24 საათის განმავლობაში არის რაღაც თეთრ სივრცეში და აი ფოკუსირებული პაციენტებზე, სახლში მისულმა ცოტა უნდა იმას დაისვენოს და გარდა დასვენებისა, მას კიდევ ესე თეთრ პასტელურ სივრცეს თუ დავუყენო, ძალიან ცოდვა, ანუ მას უკვე სხვა რაღაც სჭირდება და სწორად უნდა მიაწოდო.